ამერიკაში გამოხატვის თავისუფლების პრინციპი ცოტა სხვანაირად არის და გამოხატვის თავისუფლება შენ შეიძლება დაგირღვიოს მხოლოდ სახელმწიფო. ანუ შენ თუ ვიღაცა ლიბერალი გეუბნება რომ დებილობას ლაპარაკობ, ამერიკული freedom of speech-ის კონცეფცში ეგ არ არის ამის შეზღუდვა რა. შენ თუ მთავრობა დაგიშლის რომ ეს აზრი არ გამოთქვა, მაშინ არის განსხვავებული აზრის შეზღუდვა. მაგრამ ანუ თუ ჩვენ შენ რასაც გვიკეთებენ ახლა ქვეყანაში. ხო, მაგრამ თუ შენი თანასწორი ადამიანი რაღაცას გეუბნება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს აი სხვათა შორის არათუ უბრალოდ ამათში free speech აბსოლუტისტებმა რატო გააправეს მაგალითად კოლინ კაპერნიკი, ეს რომელი კოტერბეკი რო იყო, რომელმაც ჰიმნის დროს დაიჩოქა და რო გააგდეს გუნდიდან. მაგი გაправდა რიცი რომ მისი გამოხატვის თავისუფლება არ შეიზღუდა, იმიტომ რომ NFL-ი და მისი გუნდი ეს კერძო კომპანიაა და კერძო კომპანიას ვისაც უნდა იმას აიყვანს. გაიგე? მთავრობას რო შეეზღუდა, მაშინ სიო. ხო და მე იგივე ხალხი კიდე რაღაცა დებილობებს ლაპარაკობს ხოლმე. აქ მაგ არგუმენტს ეგ აქვს, რომ თავარი გამოხატვის თავისუფლების პრინციპი არის ის, რომ მთავრობასთან არის ეგ კონფლიქტი რა. სხვასთან ხო, არავინ არ ჩაგაჯენს იმის გამო დადიხარ და იძახი, რომ სამყარო დედამიწა ბრტყელია და არც უნდა ჩაგაჯინონ.